მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს სათბურის კორპორაციაში, გარდაბანში, სასათბურო მეურნეობაში. დღეს ვხვდებით აგროფორსის აგროსკოლის ფარგლებში, ვისაუბრეთ მიკროელემენტებზე, მათ ფუნქციებზე, მათ როლზე მცენარეების სასიცოცხლო ციკლში და ასე შემდეგ. მე ვარ პაატა აბულაძე, საქართველოს სათბურის კორპორაციის წარმოების უფროსი მთავარი აგრონომი, უკვე 10 წელია რაც ამ კომპანიაში მუშაობ. მოყვავს კიტრი, პომიდორი, მცირე რაოდენობით ტიზაკა და გვაქვს თანამედროვე ტიპის სათბური, ვაწარმოებთ მთელი ზამთრის განმავლობაში, ვათბობთ სათბურს, ასევე ვიყენებთ ხელოვნურ განათებას. გვაქვს ჰიდროპონიკა. ჰიდროპონიკა კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მიკრო და მაკრო ელემენტს ვაწვდით მცენარეს წყალში გახსნილი სახით. იმიტომ რომ ჰიდროპონიკას ვიყენებთ, მნიშვნელოვანია რომ ყველა საკვები ელემენტი, ყველა მიკროელემენტი მიეწოდოს მცენარეს ზუსტად იმ რაოდენობით, რაც მცენარისთვის ოპტიმალურია. წინ აღარ შემთხვევაში მაღალი შედეგის მიღება არის რთული და შეუძლებელი. ხშირ შემთხვევაში მიკროელემენტებს არ ენიჭება საკმარისი ყურადღება, არა და მაკროელემენტებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს ელემენტები სიცოცხლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ მცირე რაოდენობით ჭირდება მცენარეს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რაღაცა მიზერული რაოდენობით არის საჭირო, უფრო მარტივია ამ მიკროელემენტების მიწოდება და უფრო ფინანსურად გამართლებულია და მიკროელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ძალიან მცირე ეკონომია მოგვცეს, როგორც კაპიტალ დანახარჯის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან დიდი ზარალი მივიღოთ მცენარის მოსავლიანობის შემცირების თვალსაზრისით. თვითონ მიკროელემენტს აქვს განსხვავებული ფუნქცია თვისებები მცენარეში, მაგრამ არსებობს მიკროელემენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს მიკროელემენტი საერთოდ არ ექნება მცენარეს, მცენარის სასიცოცხლო ციკლს ვერ დაასრულებს. ანუ თუ რომელიმე მიკროელემენტს საერთოდ არ მივაწვდით, მცენარე ვერ გაიზრდება და შესაბამისად პროდუქტს და ნაყოფს ვერ მივიღებთ. ასევე მიკროელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენოს მცენარის მოსავლიანობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან ხშირად, ძალიან მცირე დანახარჯი არის საჭირო, ძალიან მცირე ინვესტიცია არის საჭირო ამა თუ იმ მიკროელემენტის საკმარისი რაოდენობით მისაწოდებლად მცენარისთვის. მაგალითად, ისეთი მიკროელემენტი, როგორიც არის მოლიბდენი, საჭირო მხოლოდ 10-20 გრამის ოდენობით 1 ჰექტარზე. ეს 10-20 გრამი არის ძალიან მიზერული ღირებულების, მაგრამ მოლიბდენის ნაკლებობამ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეგვიქმნას მცენარის მოსავლიანობის თვალსაზრისით. მოდით გავიაროთ თითოეული მიკროელემენტი და მათი ფუნქციები მცენარეში. პირველად დავიწყოთ მოდით რკინით. რკინა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცენარეში ქლოროფილის სინთეზში. ასევე რკინა მონაწილეობს ფოტოსინთეზში, რესპირაციის, ანუ სუნთქვის პროცესში, ფერმენტების სინთეზში და ფერმენტების აქტივობაში, მცენარის დნმ-ის სინთეზში და მცენარის დნმ-ის განახლებაში. ასევე პარკოსან მცენარეებში რკინა მონაწილეობს აზოტის ფიქსაციაში. რკინის ნაკლებობა, იქიდან გამომდინარე, რომ რკინა არ არის მობილური ელემენტი, ზოგადად მიკროელემენტების და მაკროელემენტების შეგვიძლია დავყოთ მობილურ და არამობილურ ელემენტებად. არამობილური ელემენტი ნიშნავს, რომ მცენარეს არ შეუძლია ძველი ორგანოებიდან ახალ ორგანოებში გადატანა. ამიტომ რკინის დეფიციტი ძირითადად გამოვლინდება მცენარის ზრდის ზედა წერტილში. ეს გამოიხატება ახალი ფოთლების გაფერფთალებით და ქლოროზით. გამომდინარე იქიდან, რომ რკინა არ არის მობილური ელემენტი, მისი დეფიციტი ყოველთვის გამოვლინდება მცენარის ზრდის ზედა წერტილებში. ახლა ამ ფოთლზე მცირედად გამოხატულია რკინის დეფიციტი, რაც გამოიხატება ქლოროზის სახით, უფრო ძარღვთაშორის ქლოროზის სახით. რკინასთან შედარებით მანგანუმსაც იგივე ნიშანი აქვს, უბრალოდ მანგანუმის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ძარღვთაშორისი ქლოროზი გამოვლინდება, ვიდრე რკინის დეფიციტის დროს. რკინის დეფიციტის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დაისტრესოს მცენარე და ვერ მოგვცეს ნორმალური მოსავალი და ნორმალურად ვერ დაასრულოს თავისი სასიცოცხლო ციკლი. მანგანუმის მნიშვნელოვანი არის ქლოროფილის სინთეზში, ისევე როგორც რკინა. ასევე მანგანუმიც მონაწილეობს ფერმენტების ჩამოყალიბებაში და ფერმენტების ფუნქციონირებაში. ასევე მანგანუმი თუთიასთან და რკინასთან ერთად ქმნის კომბინაციას და მონაწილეობს მცენარის სასიცოცხლო პროცესებში. მანგანუმის ნაკლებობა, ისე როგორც რკინის შემთხვევაში,
გამოვლინდება ზრდის წერტილებში, აქაც ქლოროზის სახით არის გამოხატული, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია მანგანუმის და რკინის დეფიციტის განსხვავება. მანგანუმის შემთხვევაში ქლოროზი კიდევ უფრო მეტად არის ძარღვთა შორის და ძარღვები უფრო მწვანე რჩება ვიდრე რკინის შემთხვევაში. ასევე მანგანუმის შემთხვევაში შესაძლოა ფოთლის რაღაცა მონაკვეთი, რაღაც ნაწილი იყოს ქლოროზირებული, დანარჩენი ნაწილი კი იყოს ნორმალური მწვანე შეფერილობით. ახლა მოკლედ გავიაროთ მიკროელემენტი ბორის შესახებ. ბორი მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში, ასევე ბორი მონაწილეობს კალციუმის გადაადგილებაში. ალბათ გაგონილი გექნებათ, D ვიტამინი მნიშვნელოვანი არის ადამიანის ორგანიზმში, რომ კალციუმის გადაადგილებაში მიიღოს მონაწილეობა. ბორი გარკვეულწილად მცენარეში ასრულებს D ვიტამინის ფუნქციას. თუ ბორის ნაკლებობა, ამ შემთხვევაში კალციუმის გადაადგილება და კალციუმის ფუნქციები მცენარეში ქვეითდება, კალციუმი კი ერთ-ერთი მაკროელემენტია, ანუ მაკროელემენტიდან იქიდან გამომდინარე, რომ დიდი რაოდენობით ჭირდება მცენარეს და ძალიან ბევრ საცოცხლო პროცესში მონაწილეობს. შეგვიძლია აქედან დავასკვნათ, რომ ყველა მიკროელემენტი გარკვეულწილად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ერთის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ელემენტის ან სიჭარბე, ან ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მცენარეს ეს მიკრო თუ მაკროელემენტების დაბალანსებული რეცეპტი. ბორი ასევე მონაწილეობს ცილის სინთეზში, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ყვავილის მტრის ჩამოყალიბებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილების და ნაყოფების განვითარების პროცესში. ბორის დეფიციტი გამოიხატება ზრდის წერტილის კვდომით ან და ყვავილების და ნაყოფების სიმცირით მცენარეზე. ხშირ შემთხვევაში ბორის დეფიციტი შესაძლებელია გამოწვეული იყოს, რასაც ტუტე არე გვაქვს საკვებ არეში. გამომდინარე იქიდან, რომ ბორი მონაწილეობს კალციუმის გადაადგილებაში, ბორის დეფიციტი პომიდორის შემთხვევაში შესაძლებელია გამომჟღავნდეს როგორც კალციუმის დეფიციტი. წვერი სიდამლებს ვეძახით ამ დაავადებას ქართულად, ბლოსომენდროთ ქვია ამ დაავადებას, როდესაც პომიდორის ის ადგილი, სადაც ყვავილია მოთავსებული, ლპება. შემდეგი მიკროელემენტი არის თუთია. თუთია მნიშვნელოვანია ზრდის წერტილების განვითარებაში, მონაწილეობს აუქსინების სინთეზში, რაც ფესვის ზრდის წერტილების და თვითონ მცენარის ზრდის წერტილების განვითარებასთან არის დაკავშირებული. მქონდა ერთხელ შემთხვევა, როდესაც გამოვლინდა თუთიის ნაკლებობა, რაც გამოხატული იყო იმით, რომ მუხთაშორისები ძალიან დამოკლდა და მცენარე აღარ გრძელდებოდა. ფოთლის მუხთაშორისები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. ასევე თუთია მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში და ფუნქციებში და თუთიის ერთ-ერთი დამხმარე ფუნქცია არის ის, რომ ეხმარება მცენარეს წყლის ათვისებაში და წყლის ბალანსში. შემდეგი მიკროელემენტი არის სპილენძი. სპილენძი მონაწილეობს ქლოროფილის სინთეზში და ასევე ფოტოსინთეზში. სპილენძი იღებს მონაწილეობას რამოდენიმე ცილის და ფერმენტის სინთეზში და მათ სასიცოცხლო პროცესებში. ეხმარება მცენარეს წყლის გადაადგილებაში, ასევე მნიშვნელოვანია მცენარეში თესლის ჩამოყალიბებაში. სპილენძის ნაკლებობა გამოიხატება ფოთლის დეფორმაციით. ხშირ შემთხვევაში ფოთოლი შეიძლება დახუჭუჭდეს, დაიკრუნჩხოს. ეხლა ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მაგნიუმის მცირედი დეფიციტი. ხშირ შემთხვევაში მაგნიუმს და კალციუმს უყურებენ როგორც მიკროელემენტს. სინამდვილეში მაგნიუმი და კალციუმი შეგვიძლია ავუხოთ როგორც მაკროელემენტი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჭირდება მცენარეს. ამ შემთხვევაში მაგნიუმის დეფიციტი გამოიხატება ქვედა ფოთლებზე ძარღვთა შორის ქლოროზით. მაგნიუმი არის მობილური ელემენტი, ანუ გადაადგილდება ქვედა ფოთლებიდან ზედა ფოთლებში, ანუ მცენარეს როდესაც მაგნიუმის ნაკლებობა აქვს, ქვედა ფოთლებიდან ზედა ფოთლებში გადაადგილდება. ამ შემთხვევაში მაგნიუმი კონკურენციას უწევს კალციუმს და გარკვეული ოდენობით შემცირებული გვაქვს რეცეპტში, რადგან კალციუმის გადაადგილება და კალციუმის ათვისება თავისუფლად მოხდეს მცენარეში და არ მივიღოთ წვერის სიდამპლე. სხვა შორის, მცირე რაოდენობით წვერის სიდამპლეები გვაქვს. აი, შეგვიძლია ეს კადრი ვნახოთ. აი, აქ არის მცირე რაოდენობით ამ კულტურაზე გამოხატული წვერის სიდამპლე. აი, აქ არის უფრო მკვეთრად გამოხატული წვერის სიდამპლე. ძირითადად არის კალციუმის დეფიციტი და კალციუმის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში არის დაკავშირებული არა კალციუმის ნაკლებობასთან ნიადაგში ან საკვებარაში, არამედ მის გადაადგილებასთან. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ ბორზე. ბორი ასრულებს კალციუმის გადაადგილების დამხმარე
ფუნქციას, ანუ კალციუმის გადაადგილებაში გვეხმარება და ბორის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს აი ესეთი წვერის სიდამპლე პომიდორის შემთხვევაში. ყველაზე ბოლოს შეგვიძლია ვისაუბროთ მოლიბდენზე. მოლიბდენი არის ყველაზე საინტერესო მიკროელემენტი. ყველაზე მცირე რაოდენობით ჭირდება მცენარეს. როდესაც ჩვენ ვამზადებთ რეცეპტს, იმიტომ რომ ყველა საკვებ ელემენტს ვაწვით წყალში გახსნის სახით და ვიყენებთ კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს და აზოტს ასეულობით კილოგრამების, რამდენიმე ათეულობით და ან შეიძლება ასეულობით კილოგრამი გამოვიყენოთ რეცეპტში, მოლიბდენს ვიყენებთ მხოლოდ 50-100 გრამის ოდენობით იგივე რეცეპტში. ანუ შედარებით ძალიან მცირე რაოდენობით ჭირდება მცენარეს, თუმცა მოლიბდენის ფუნქცია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია მცენარეში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლიბდენის ფუნქცია არის აზოტის სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობა. ანუ როდესაც მცენარე შეითვისებს აზოტს ნიტრატის სახით, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა ამონიუმის ფორმაში და შემდეგ ამონიუმიდან გადადის ამინომჟავებში. აზოტს მცენარე იყენებს როგორც ცილების სინთეზში და ცილების სინთეზისთვის არის აუცილებელი აზოტი. მოლიბდენის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნიტრატების დაგროვება მცენარეში და ამ დროს აზოტის ნაკლებობა თვითონ მცენარისთვის, იმიტომ რომ ვერ ახდენს მცენარე ცილების სინთეზს. სხვათა შორის გვაქვს სხვადასხვა პროექტები ღია გრუნტზეც, სადაც ჩავატარეთ მცენარის ფოთლის ანალიზები და ნიადაგის ანალიზები. ძალიან ბევრგან აღმოჩნდა, რომ მოლიბდენი მკვეთრ დეფიციტში იყო, თითქმის მიუწვდომელი იყო მცენარისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ეკონომიურიც არის, ანუ მცირე რაოდენობით ინვესტიციით შეგვიძლია ძალიან დიდი შედეგი მივიღოთ. მოლიბდენის ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ ეხმარება პარკოსან მცენარეებს აზოტის ფიქსაციაში. ასევე მოლიბდენი არის რკინის კოფაქტორი და რკინის მეტაბოლიზმში ღებულობს მონაწილეობას. მოლიბდენის ნაკლებობა შესაძლებელია გამოიხატოს ნიტრატების დაგროვებით მცენარეში და მცენარის ზრდის შეფერხებით. ანუ მოლიბდენის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს მცენარისთვის აზოტის ნაკლებობის ნიშნები. მიკროელემენტები მცენარისთვის ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ იდეალურია თუ ფესვის არეში, ანუ საკვებ არეში იქნება დაბალანსებული რაოდენობით ეს მიკროელემენტები. ხშირ შემთხვევაში მიკროელემენტების ნიშნები მარტივად აღსაქმელია და მარტივად გამოვლენადია, როგორც წესი მიკროელემენტების ნაკლებობა გამოიხატება მცენარის ზრდის, ახალი ზრდის ადგილებში და მიკროელემენტების ნაკლებობის შემთხვევაში შეგვიძლია საკმაოდ სწრაფად ვიმოქმედოთ ფოთლოვანი გამოკვების საშუალებით, იმიტომ რომ მცირე რაოდენობით გვჭირდება მიკროელემენტები, საკმაოდ ეფექტურია ფოთლოვანი გამოკვება მიკროელემენტების დეფიციტის აღმოსაფხრელად. თუმცა ფოთლოვანი გამოკვების შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადად გამოკვება ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და ფოთლოვანი გამოკვება უნდა ხდებოდეს რეგულარულად მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. რადგან მცენარე როგორც წესი თავის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მუდმივად იზრდება და მუდმივად აქვს ახალი ზრდის წერტილები და ეს ახალი ზრდის წერტილები მუდმივად უნდა იყოს მიკროელემენტებით უზრუნველყოფილი. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ მიკროელემენტების და სხვადასხვა თუნდაც მაკროელემენტების ნაკლებობის ნიშნები. მცენარეზე დაკვირვებით შესაძლოა წარმოქმნა შეგვექმნას, თუ რომელი მიკრო ან მაკროელემენტის დეფიციტი ან სიჭარბე არის გამოხატული მცენარეზე და ამისი გადამოწმება შეგვიძლია ლაბორატორიული კვლევებით, მათ შორის ფოთლის ლაბორატორიული ანალიზით, ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზით და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ნიადაგში არის ესა თუ ის მიკრო თუ მაკროელემენტი საკმარისი და ზოგ შემთხვევაში ჭარბი რაოდენობითაც, მაგრამ გარემო ფაქტორების ან ნიადაგის მჟავიანობის ანუ ძალიან მაღალი pH-ის გამო ხშირ შემთხვევაში შეუთვისებელი ხდება ესა თუ ის მიკროელემენტი და იმ შემთხვევაში, როცა ნიადაგში გვაქვს საკმარისი რაოდენობით გარკვეული მიკროელემენტი, მცენარე შეიძლება მკვეთრ დეფიციტს განიცდიდეს ამ მიკროელემენტებს. ასეთ შემთხვევაში ფოთლოვანი გამოკვება ძალიან ეფექტურია. ასევე შესაძლებელია ძალიან ეფექტური იყოს მიკროელემენტების ხელატური ფორმებით გამოყენება, რაც მაღალი pH-ის მიუხედავად მაინც ხელმისაწვდომს ხდის მცენარისთვის მიკროელემენტებს. გარდა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტების არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებსაც დამხმარე ფუნქცია აქვს მცენარისთვის. ასეთებად შეგვიძლია მივუჩნიოთ ქლორი, ნატრიუმი, სილიციუმი, კობალტი და ნიკელი. ამ ელემენტების არსებობა არ არის აუცილებელი მცენარის სასიცოცხლო ციკლის დასრულებაში, მაგრამ მაგალითად სილიციუმი ძალიან ბევრ დამხმარე
ფუნქციას ასრულებს მცენარეში. მაგალითად, შეიძლება მცენარემ სასიცოცხლო ციკლი დაასრულოს სილიციუმის გარეშეც, მაგრამ როდესაც სილიციუმს მივაწვდით, მცენარეს უფრო უადვილდება რკინის ათვისება, რკინის გადაადგილება და რკინის ფუნქციების გამოყენება. შესაბამისად, უფრო უკეთეს შედეგს გვაძლევს. მსგავსი ფუნქციები შეიძლება ქონდეს მცირე რაოდენობით ნატრიუმს, ქლორს და ასე შემდეგ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ქლორმა და ნატრიუმმა, იმიტომ რომ ჭარბი რაოდენობით ხდება ნიადაგში თუ ბუნებაში თუ სარწყავ წყალში, პირიქით შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს მცენარეში. ჩვენ შემთხვევაში გვიწევს ნატრიუმის შემცირება სარწყავ წყალში, იმიტომ რომ ჭაბურღილის წყალში დიდი რაოდენობით არის და თუ არ შევამცირებთ, მაშინ სხვა ელემენტების დაბლოკვის გამო შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები მივიღოთ. ხშირ შემთხვევაში ერთი ელემენტის სიჭარბე შეიძლება ხელი შეუწყოს მეორე ელემენტის დეფიციტს, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ამა თუ მიკრო თუ მაკრო ელემენტის ჭარბად გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია მეტნაკლებად იდეალური ბალანსის დაცვა მცენარის გამოყვების დროს. საქართველოში მიკროელემენტებს გარკვეულწილად ნაკლები ყურადღება ეთმობა და ძირითადად იყენებენ NPK სასუქებს და ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ექცევა ყურადღება ან ნაკლებად ანალიზდება მიკროელემენტების ნაკლებობები, მიკროელემენტების არსებობა მცენარეში. თუმცა მიკროელემენტების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ მცენარის ზრდა განვითარებაში. ზოგადად მიკროელემენტების შესახებ ცოტა რთულია სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება მოკლე ფორმატში. თითოეულ მიკროელემენტზე შესაძლებელია ძალიან სიღრმისეულად და ძალიან ვრცლად ვისაუბროთ მათ ნაკლებობებზე, მათ ფუნქციებზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აგროფორსის აგროსკოლის საიტზე. დიდი მადლობა, რომ ყურადღებით გვადევნებდით თვალს.